ოკრიბას იმერეთის ნაწილს უწოდებენ. იგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს. ოკრიბას ნათლიებად მეფეები ითვლებიან, ერთი ვერსიით დავით აღმაშენებელი და მეორე ვერსიით სოლომონ პირველი. ყოველ შემთხვევაში ამაზე ყვება ოკრიბას ლეგენდა. იყო თავყრილობა. ეს მოვიდა. მეფე აი თავყრილობა ოტკრება, ოტქვა და დააქვეს მას ოკრიბა. სადაც კარგი ხალხი იყო, ღმერთმა ყველა მოკრიბაო და დაარქვა ოკრიბაო. თუმცა ოკრიბა ისტორიულ წყაროებში გაცილებით ადრე 1071 წელს მოიხსენიება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სახელწოდება მომდინარეობს კირიფ სიტყვიდან, რაც ლაზურად საბატკნეს ნიშნავს. ოკრიბაში სახელის ეს ვერსიაც იციან. კირიფი არ წყარი და მინდა ერქვა ოკრიბა, რა მეცხვარეობა ყოფილა გაშენებული ჩვენ ოკრიბაში. თუმცა სახელის ვერსიებთან ერთად ოკრიბაში უფრო მნიშვნელოვან სიკვდილ სიცოცხლის საკითხებზეც უფიქრიათ. აქ არის ჩაწერილი ერთი ზღაპარიც იმაზე, თუ როგორ გაჩნდა სიკვდილი. ლეგენდის თანახმად, დედამიწაზე სიკვდილი არ არსებობდა. ადამიანებს არაფრის ეშინოდათ, რის გამოც მრავლდებოდა ბოროტება. ერთხელაც სიკვდილი განსხეულებულა და ისე ჩამოსულა დედამიწაზე. ერთ გლეხს მიდგომია და მისი წაყვანა დაუპირებია. გლეხმა სიკვდილს ხე მოათხრევინა, თითქოს და ჩასასვენებლისთვის. მერე სიკვდილს ხელი კრა, ჩასასვენებელში ჩაკეტა და ორმოში ჩააგდო. ორმოს თავზე ხე დარგო. ადამიანები ისევ უკვდავები გახდნენ, მაგრამ გლეხი დაბერდა და სიკვდილი მოენატრა. მაშინ მიხვდა, რომ სიკვდილი ჭირდებოდა. მივიდა, ხე მოთხარა და სიკვდილი გაათავისუფლა. ამის შემდეგ დაიწყო სიკვდილ სიცოცხლის ციკლი დედამიწაზე. ამ ლეგენდით ისიც გაირკვა, რომ ხეების სიკვდილს აჩერებენ. შესაძლებელია, ამიტომაც ეზიდება მავანი საკუთარ ბაღში უზარმაზარ ხეებს.